სადღესასწაულო ძირვა და ალილოს მსვლელობა საქართველოს რეგიონებში. ტრადიციული მსვლელობა ქვეყნის მასშტაბითაც გაიმართა სტიხაროსნებმა და შობის მახარებლებმა სასულიერო პირებთან ერთად მოსახლეობას ქრისტეშობა გალობით ამცნეს. თამარ ჩიკვატია გიამბობთ. პატარა მეალილოელთა გალობამ ქალაქი დილიდან მოიცვა. მოიარეს ქუჩები და მოსახლეობას ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს. შობის მახარებლები ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ დალოცა. მსვლელობა ქუთაისის მერიის შენობიდან დაიწყო, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შობის მახარებლებს ნობათი გადასცეს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს დაურიგდებათ. ეს არის სიხარულის გაზიარება ყველასათვის. სიხარულში ერთად ვიყოთ ყველანი. ამ სიხარულში არის უფლის სიყვარული, ბავშვის სიყვარული, მომავლის იმედი. მინდა ჩვენს ქალაქს სრულიად მთელ საქართველოს მიულოცო შობის დღესასწაული, საქართველოს ღვთისმშობლის წიკვედი ქვეყანაა და უფლის მფარველობა არ მოკლებოდეს თითოეულ ჩვენთაგან. ალილოს მსვლელობა გაიმართა ზუგდიდში. ტრადიციულად დადიანების ისტორიული მუზეუმის ეზოდან მოზარდებმა და ახალგაზრდებმა ქალაქის მთავარ ქუჩებზე გადაინაცვლეს. ბიბლიური პერსონაჟები გააცოცხლეს და მოსახლეობას შობა ახალი წელი მიულოცეს. შეგროვებული ნობათი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცათ. ყველას გილოცავთ ცხენვალე შობის დღესასწაულს, ვერთმა დალოცოს. აგურთხოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი. ზუგდიდიდან ვლოცავ მთელ საქართველოს, უსურვებ ამთლიანებას, გაძლიერებას. ვლოცავ მთელ საქართველოს, იყოს ყოველი შობა ჩვენთვის ბედნიერი და მშვიდი. საშობაო ალილო მოეწყო ბათუმშიც. ყველა ტაძრის მრევლმა მსვლელობა გამართა. ქრისტეშობის მახარებლებმა ხატებითა და გალობით მოიარეს ქალაქის ქუჩები და შეაგროვეს შესაწირი, რომელიც ბავშვსა და მოხუცებულთა სახლებს გაუნაწილდებათ. მსვლელობის მონაწილეები განასახიერებენ წყემსებსა და ანგელოზებს, რომლებმაც სამყაროს ახარეს ქრისტეს მოვლინება. ყველას გილოცავთ ჩობა, სუფლისა, ჩვენისა იესო ქრისტეცი, ჩვენს გულებში იშვას ქრისტე. ქრისტეშობას გილოცავთ ყოველ მართლმადიდებელი, ყოველ ქართველს და ჩვენს გულებში შობილი იყოს ქრისტე ღმერთი. ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. შეგროვებული შესაწირი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებსა და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემათ. ადამიანები გამოდიან სიკეთის საკეთებლად. შეაგროვებენ ვისაც რა შეუძლია დაურიგდებათ გაჭირებულ ადამიანებს. ეს დღე აერთიანებს ადამიანებს, რათა დავეხმაროთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი მზრუნველობა. გილოცავთ ოზურგეთიდან ქრისტეშობის წყინვალე დღესასწაულს, დღე რომელმაც კაცობრიობას, სიყვარულის, იმედისა და რწმენის უდიდესი გზავნილი მოუტანა, ულოცავ მთელ საქართველოს და უსურვებ მშვიდობას. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ალილო მოეწყო ლანჩხუთში. ალილოს მონაწილეებმა მსვლელობა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს. გილოცავთ, რავალ შობას დასწრებოდეთ, გაძლიერდით, გაიხარეთ, გამრავლდით, წისვა, ბედნიერება, სიკეთე და სიხარული არ მოგლებოდეთ. ლანჩხუთს და სრულიად საქართველოს ულოცავ ქრისტეშობის წყინვალე დღესასწაულს, უსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და სიკეთეს. შობის დღესასწაული ტრადიციული საშობაო მსვლელობით იზეიმეს კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის გურჯაანში. სასულიერო პირებმა, სტიქაროსნებმა და შობის მახარებლებმა მოსახლეობას ქრისტეშობა გალობით ამცნეს. საღვთელოების წარმომადგენლებმა ქალაქის ქუჩებში ნაკურთხი წყალი ასხურეს. ვახარებთ თითოეულ ადამიანს ქრისტეშობას და შობის სიხარულს ვაუწყებთ და რა თქმა უნდა ალილოს მსვლელობაზე შემოსული ყოველი შემოწირულობა მრავალშვილიანს და გაჭირებულებს დაურიგდებათ. ულოცავ სრულიად საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს დღევანდელი დღის მადლი და ძალი ეწეოდეს. საოცარი ენთუზიაზმი და სიხარულის უფლებს ჩვენს ტაძარში. მინდა რომ სრულიად საქართველო იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი და მადლით სავსე. ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა გორშიც. დილიდან მომლოცველები ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ. სასულიერო პირებმა, მახარებლებმა, სტიქაროსნებმა და მრევლმა ქალაქის ყველა ცენტრალური ქუჩა ლოცვით და გალობით მოიარეს და მოსახლეობას ქრისტეშობა ახარეს. ქრისტეშობა არის დღესასწაული სიხარულისა და იმედისა, რომ კაცობრიობა საბოლოოდ მაინც გაიმარჯვებს ყველა ბოროტებაზე. 3 წელია უკვე ალილოს მსვლელობაში ვიღებ მონაწილეობას. ჩემო გოვრებთან ერთად გამოვდივარ და მოსახლეობას ვახარებთ ქრისტეშობის დღესასწაულს. შობა არის ჩვენთვის უძვირფასესი დღესასწაული და აავსოს ჩვენი გულები სიკეთით და სიყვარულით. ალილოს მსვლელობამდე იყო სადღესასწაულო წირვა. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ქრისტეშობის დღესასწაულს ტაძრებში საზეიმო ლიტურგიით, ოჯახებში კი ფანჯრებთან ანთებული სანთლებით შეხვდნენ.